მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, უცვლელი სლოგანით სიმართლე სიკეთით. ორია დღეში ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ინაუგურაციას ელის ომებით გათანგული მსოფლიო, საქართველოც მათ შორის. ჩემმა ძვირფასმა კოლეგა ჟურნალისტმა, ფილოლოგიის დოქტორმა, მას კომუნიკაციის მიმართულებით, დიპლომატმა კახა სიხარულიძემ ახლახანს ტელეინტერვიუში საინტერესო მოსაზრება გამოთქვა. რამდენაირ პრეზიდენტიცა ამერიკაში, იმდენაირია ამერიკაო. თუ სუპერსახელმწიფოს პრეზიდენტთა გრძელ სიას გადავხედავთ, 2.5 საუკუნის განმავლობაში, დიდწილად ასეც არის. ცხადია, სუპერსახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებსა და მოახლოებულ მსოფლიო გადანაწილებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩვენს პატარა საქართველოსეც, რომელსაც 1001-ით მოუხდება მსოფლიო პოლიტიკის ბეწვის ხიდზე გავლა და იობის მოთმინება, სოლომონ მეფის სიბრძნე, ჯვარისა თუ სვეტიცხოვლის სამშენებელთა ზომიერებისა და სიფრთხილის გამოჩენა მართებს 21 საუკუნის მოტორტმანე ჩვენს არც თუ უწყინარ პლანეტაზე წონასწორობის შესანარჩუნებლად. გასული წლიდან მოყოლებული ლამის არ დარჩენილა ტელევიზია თუ ტელეგადაცემა ტრამპის მომავალი მართლობის ნიუანსებზე არ ემსჯელა და გაიანალიზებია. თითქოს და აღარაფერი დარჩა სათქმელი ჩემი არც თუ პოლიტიკური გადაცემისთვის და მაინც საუბრები ჟურნალისტიკაზე ეძებს და პოულობს საკუთარ ნიშას. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა დონალდ ტრამპი და მედია, ტრამპის პუბლიცისტიკა. წლების წინ ვაშინგტონის ერთ უზარმაზარ წიგნების მაღაზიაში, მაშინ ამაზონი ჯერ არ იყო ესოდენ პოპულარული, საოცრად საინტერესო, ჭკვიანურად დაწერილ წიგნს წავაწყდი. ამერიკელი ფსიქოლოგების მიურიელ ჯეიმსისა და დოროთი ჯანგვარდის მონოგრაფიას გამარჯვებისთვის დაბადებულნი. ამ საკმაოდ სქელტანიანი გამოცემის უმთავრესი იდეა ასეთი იყო. ჩვენთვის გამარჯვებული ისაა, ვინც აუტენტურად, ანუ ადეკვატურად, ლოგიკურად, რეალობის შესაბამისად რეაგირებს ყველაფერზე, როგორც პიროვნება და საზოგადოების წევრი. ავლენს ნდობას, მზრუნველობას, პასუხისგებლობასა და სიწრფელეს. დამარცხებული კი ისაა, ვისაც არ ძალუძს იყოს აუტენტური. მოგვიანებით, როცა პირველი ვადით არჩევნებამდე დონალდ ტრამპის საარჩევნო კომპანიისას მის მედიასთან ურთიერთობას ვადევნებდი თვალს, ეს გამოკვლევა გამახსენდა და მიმაჩნდა, რომ პრეზიდენტობის არაორდინალური კანდიდატი ნამდვილად იყო აუტენტური. პირველი ვადით არჩევისას ამერიკის 45 პრეზიდენტს ტრადიციულ მედიასთან ურთიერთობას ალტერნატიული გზა ერჩია, რომელსაც თავად გააკონტროლებდა. მეინსტრიმულ მედიაში მისი ინტერვიუებისა და საჯარო განცხადებების მომლოდინე მედია აუდიტორიას სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი შერჩა ხელთ. ტრამპის ტვიტებით კომუნიკაციის სიყვარული არაერთგზის გახდა კრიტიკის ობიექტი, საქილიკოც, მაგრამ ამის გამო მას თავისი პოზიცია არ შეუცვლია. მიმები უშურველად მოუმრავლეს არაორდინალურ პოლიტიკოს. ამგვარად დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს ტვიტებისა და მიმების პრეზიდენტის იმიჯი შეუქმნა. ამერიკის 45 პრეზიდენტის პოლიტიკური პლატფორმა მოიცავდა პოლიტიკურ რიმეიქებსა და თამამს ხშირად უჩვეულო სიახლეებსაც. ეგრეთ წოდებული ტრამპიზმები ერთი შეხედვით თითქოს ბუშიზმებს წააგავს, მაგრამ ასე მხოლოდ პოლიტიკურად გამოუცდელ პიროვნებას შეიძლება მოეჩვენოს. უმცროსი ბუშის შემთხვევაში ალოგიკური და ანეკდოტური პათოსი ჭარბობს რეალური ქმედებების გამორიცხვით. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, იგი ნებისმიერი
მსმენელისთვის იოლად აღსაქმელ კონკრეტულ ნაბიჯებს წარმოაჩენს თავისი ლოგიკური, არგუმენტირებული მსჯელობით. 2016 წელს დონალდ ტრამპი ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად გამოაცხადა. სიაში მის შემდეგ პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატი ჰილარი კლინტონი, ჰაკერები და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი იყო. გამარჯვებული პრეზიდენტის უპირატესობა, რის წყალობითაც მან გაპრეზიდენტების მრავალწლიანი გეგმა წარმატებით შეასრულა, მისი არაორდინალური, ორიგინალური, კრეატიული ანუ შემოქმედებითი აზროვნების შედეგი გამოდგა. მარტინ ლუთერ კინგიდან მოყოლებული ამერიკის უზენაესი მმართველი ძალა ამერიკულ ოცნებას უფრიალებდა მასებს. დონალდ ტრამპმა ყალგასულად და გაცვეთილად მიიჩნია ეს ტერმინი და რონალდ რეიგანის სლოგანის პერიფრაზი გამოიყენა. დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება, რითაც საკუთარი ორიგინალური ხედვა და გეგმები შესთავაზა ამერიკასაც და დანარჩენ მსოფლიოსაც. სწორედ იმ რონალდ უილსონ რეიგანისა, რომელმაც ჯერ კიდევ 1975 წელს ინტერვიუს დროს საკუთარ ეკონომიკურ ხედვებზე საუბრისას განაცხადა, თუ ოდესმე ფაშიზმი მოვა ამერიკაში, იგი მოვა ლიბერალიზმის სახითო. ახლა აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ ლიბერალიზმის მანტიაში შეფუთული ფაშიზმის აჩრდილი კარგა ხანია და არც თუ იშვიათად დააბიჯებს ბროდვეიზეც, ევროპულ სივრცეშიც და აბობოქრებულ რუსთაველზეც. მოგწონს ეს თუ არა, პირველ ყოვლისა სწორედ ამასთან გამკლავება მოგვიწევს. გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ამერიკის 47 პრეზიდენტი ჯადოსნური ჯოხის აქნევით დაამშვიდებს ცეცხლის ალში გახვეულ დიდწილად შეშლილ სამყაროს. უნდა მივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპი, ისევე როგორც მისი არაერთი წინამორბედი, პირველ ყოვლისა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული და ეს ბუნებრივი და ლოგიკურიცაა. იმედის მომცემი ისაა მხოლოდ, რომ მისი ფასეულობრივი კრიტერიუმები, ინტერესები დიდწილად ემთხვევა ჩვენი ქვეყნისას. განათლებითა და პროფესიით ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა პოლიტიკური ასპარეზისთვის მზადება მედიის მრავალფეროვნების ეტაპობრივი ათვისებით დაიწყო. 1985-84 წლებში იგი 15 მხატვრულ ფილმსა და 23 ტელესერიალში გამოჩნდა ეპიზოდურად. იგი მონაწილეობდა რამდენიმე მუსიკალურ კლიპსა და რეკლამაშიც. 2004-2015 წლებში ტრამპმა კიდევ უფრო გაზარდა და გაამყარა საკუთარი მედია პოპულარობა შტატების მას საზოგადოებაში ამერიკული ბიზნეს რეალიტი შოუს შეგირდის ზოგვარიანში თარგმნიან როგორც კანდიდატს, რაც ვფიქრობ არაზუსტია. წამყვანისა და პროდიუსერის მოგვიანებით საქველმოქმედო დანიშნულების რეალიტი შოუს ცნობილი შეგირდის თანაწამყვანის ამპლუაში. 1987 წლიდან მოყოლებული დღემდე ტრამპმა გამოსცა ძირითადად ბიზნესსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუქციებითა და რჩევებით სავსე 22 წიგნი. ბოლო წიგნმა გადავარჩინოთ ამერიკა 1924 წლის 3 სექტემბერს იხილა დღის სინათლე. წინა ყდაზე მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოებითაა გამოსახული თავად ავტორი 13 ივლისს მასზე პენსილვანიაში გამოსვლისას განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. ტერაქტს სასწაულებრივად გადარჩენილი პოლიტიკოსი ბედისწერის ამ საჩუქარს ალეგორიულად უკავშირებს მისი სამშობლოს გადარჩენის პერსპექტივას. ეს $100-იანი წიგნი ბესტსელერად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეორე ვადით არჩეული ამერიკის 47 პრეზიდენტი კვლავ მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. არც თავად პოზიციებს და ამერიკის ძველი დიდების დაბრუნების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში აქტიურად მოიაზრება მედიის ღირსების, მისი მიუკერძოებლობისა და პირუთვნელობის გამყარების პრობლემები, მისი როგორც მეოთხე ხელისუფლების იმიჯის აღდგენის მიზანსწრაფვა. ჩანს ცივიომი მედიასთან არ დასრულებულა, მაგრამ როგორც იტყვიან, ქარავანი მიდის. No, not you. Your organization's terrible. Let's go. Go ahead. Quiet.
Quiet. Go ahead. She's asking a question. Don't be rude. Don't be rude. Don't be rude. No, I'm not going to give you. I'm not going to give you a question. You are fake news. You want to include the Congressional Black Caucus and the Congressional. Well, I Hispanic would. I Caucus, tell you what. Do you want to as set well up as the one of meeting? the Do you want to set up the meeting? No. Are they friends of I'm yours? just a No, reporter. set up the I meeting. know some of them, but I'm sure. Let's they're go watching set up right a now. meeting. I would love to meet with the Black Caucus. I think it's great. And we had the most beautiful piece of chocolate cake that you've ever seen. And President Xi was enjoying it. And I was given the message from the generals that the ships are locked and loaded. Look, he's a showboat. He's a grandstander. The FBI has been in turmoil. You know that. I know that. And I love all people, rich or poor. But in those particular positions, I just don't want a poor person. Does that make sense? Does that make sense? This is a long time ago. Sold his company for a tremendous amount of money. And he went out and bought a big yacht. And he had a very interesting life. I won't go any more than that because you're Boy Scouts, so I'm not going to tell you what. Should I tell you? Should I tell you? Oh, you're Boy Scouts, but you know life. You know life. North Korea best not make any more threats to the United States. They will be met with fire and fury like the world has never seen. This egregious display of hatred, bigotry, and violence on many sides. On many sides. I think there's blame on both sides, and I have no doubt about it, but you also had people that were very fine people on both sides. We will have no choice but to totally destroy North Korea. Rocket Man is on a suicide mission for himself and for his regime. Now, I hate to tell you, Puerto Rico, but you've thrown our budget a little out of whack. We are also praying for the people of Puerto Rico. We love Puerto Rico. It's got to be in tip-top shape. As bad as that hurricane was, and that was a bad one, that was a big water job, right? It kept coming in and going back. They couldn't get rid of it. We have a representative in Congress who they say was here a long time ago. They call her Pocahontas. Little Rocket Man, rocket fuel for the American economy. He is a sick puppy. ცალკე თემაა ტრამპის პუბლიცისტიკა. მისი ესეისტური კრებული „იფიქრე ჩემპიონივით“ უკვე წლებია აუცილებელი საილუსტრაციო მასალა გახდა სტუდენტ ჟურნალისტებთან ჩემი სალექციო მუშაობისას. გაპრეზიდენტებამდე კარგახნით ადრე საუკუნის დასაწყისში გამოსული წიგნის ავტორი ახალგაზრდებს მიმართავს და უშუალოდ უზიარებს თავის უმდიდრეს გამოცდილებას პროფესიულსაც და ადამიანურსაც, ცხოვრებისეულსაც, როგორც მილიარდერი ბიზნესმენი, რომლის მხოლოდ სახელიც უკვე მაშინ ბრენდი იყო და არა მხოლოდ ამერიკაში. ჩემი ძვირფასი სტუდენტები დამემოწმებიან, რომ ეს ამერიკელი ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი უშუალობითა და გულღიაობით, კეთილგანწყობით გამორჩეული ნაშრომი არაერთ სასარგებლო პრაქტიკულ რჩევას შეიცავს წარმატების საიდუმლოებათა, ლიდერობის ნიუანსებისა და მისთანათა თვალსაზრისით. მხოლოდ წიგნის სათაურიც რაოდენ დამაინტრიგებელი და ეფექტურია, მით უფრო ქართველი ახალგაზრდობისთვის, ვისაც გენეტიკურად მოსდგამს ჩემპიონობის, გამარჯვების, პირველობის, წარმატების ჟინი და გზნება. იგი ფრიად დიდ ინტერესს იწვევს სტუდენტებში. გამოვყოფთ რამდენიმე პასაჟს. არც ისე ჭკვიანი ვარ, უბრალოდ უფრო დიდხანს ვფიქრობ პრობლემის გადაჭრაზე. ამას წერს არც მეტი, არც ნაკლები ალბერტ აინშტაინი და დონალდ ტრამპის მიერ ერთ-ერთი თავის ეპიგრაფად გამოტანილ ამ ფრაზას მოჰყვება სტატია. გამარჯვებულები პრობლემებს უყურებენ როგორც გზას, შესაძლებლობების გამოსავლენად. პრობლემები გონების სავარჯიშოებია, პრობლემები შესაძლოა შესაძლებლობებად იქცნენ, წერს ავტორი და იქვე განმარტავს. მოვლენას სახელს თუ შევუცვლით, საოცრად შეიცვლება მათდამი ჩვენი დამოკიდებულებაც. ზოგი ადამიანი ჭადრაკს თამაშად აღიქვამს, მაგრამ ჭადრაკი ხომ ხელოვნებაა, მეცნიერებაა და პრობლემათა გადაჭრის სავარჯიშო. ჩვენ ყველანი შესაძლოა ჭადრაკში არ ვიყოთ ჩემპიონები, მაგრამ ძალგვიც ბევრი რამ ვისწავლოთ ამ ბრძნული თამაშის მეოხებით
რომელიც უნდა ბოიკო. არიან ადამიანები, რომლებიც სირთულეებს ხვდებიან როგორც გამოწვევას, თამაშს და მის მოგებას ცდილობენ. სხვანი კი სირთულეებზე ძიმე ტვირთად აღიქვამენ სირთულეებს, რითაც კიდევ ერთ წინაღობას იქმნიან, კიდევ ერთ პრობლემას იმატებენ. თავარია მიზანი და არა პრობლემა. ძალზე ორიგინალურად მიჰყავს მკითხველი ავტორს თითქოს და რიტორიკული კითხვის ლაბირინთებში, როგორ შეიძლება გახდე ნოვატორი. იგი მეტყველი უმარტივესი ნიმუშებიც გაანალიზებით ახსნის რთულს, მნიშვნელობას. აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დეტალების დანახვისა და გაანალიზების უნარს. ნიმუშად მოჰყავს კომპოზიტორ სტივ რაიხის ახალი იდეა, რასაც ფაზირება ეწოდა და რითაც მუსიკოსმა დიდი გავლენა მოახდინა საკომპოზიციო ხელოვნებაზე. არადა ყველაფერი ბანალური დეტალის გაანალიზებას მოჰყვა. ერთწვიმიან დღეს საგზაო საცობში მოყოლილი კომპოზიტორი ყურადღებას აქცევს ავტომანქანების საქარე მინის წმენდავების მოძრაობის რიტმს და მსგავსი რა მუსიკალური კომპოზიციის საფუძვლად აქცია. საინტერესოდ საუბრობს ტრამპი გუნდური მოთამაშის მნიშვნელობაზეც. საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და ნიმუშად მოჰყავს NBC-ს შოუში მონაწილეობის პერიპეტიები, როცა პოპულარული ტელეჟურნალისტისა და ავტორის ტომ ბროკოუს მადლობამ თავი ამ გუნდის სრულფასოვან წევრად აღრძნობინა. გირჩევთ სათანადოდ დააფასოთ გუნდის ძალა და თქვენც მისი მნიშვნელოვანი და გავლენიანი მოთამაშე გახდებით, ურჩევს ავტორი მკითხველებს. შეგიმჩნევიათ, როგორ აქტიურდება გონება რთულ სიტუაციებში, ადრენალინის გამოყოფა გიძლიერდება და ახალი ენერგია გემატებათ. თუ ყოველ დღეს საკუთარი ძალების გამოწვევად მიიღებთ, გაგიკვირდებათ, რამდენი რამის მოსწრება შეგძლებიათ და რა ეფექტურად მუშაობა ძალგიცთ. სწრაფი აზროვნება ვარჯიშისა და დისციპლინის შედეგია. არ შეიძლება წინ ისე გაიჭრა, რომ მზად არ იყო. თქვენი ამოცანა მოემზადოთ რბოლისათვის. მხოლოდ სურვილით თუ შემოიფარგლეთ და მის განხორციელებაზე არ იზომეთ, არაფერი გამოგივათ. ფიქრს დრო სჭირდება, სწრაფი აზროვნება ვარჯიშს მოითხოვს, ზოგადად კი ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ სიარულს სწავლობთ, შემდეგ სირბილს და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ რბოლაში ჩაბმას. ასეთია ავტორის რჩევა. აზრი ქმედების გარეშე არაფერია. დიდი იდეებად დარჩება, თუ აქტიურად არ იმოქმედებთ მათი განხორციელებისათვის. სპორტსმენებმა კარგად იციან, რომ მათ ნაცვლად ვერავინ ივარჯიშებს. ეს უნდა ახსოვდეს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს, ნებისმიერი დარგის მუშაკს. ანალოგიური საქმიანი და პრაქტიკული რჩევების შემცველია ისეთი პრობლემებისადმი მიძღვნილი თავები, როგორიცაა სწრაფვა მთლიანობისაკენ, იფიქრეთ თანმიმდევრულად, ებრძოლეთ საკუთარ შიშებს, წარმოსახვა ფინანსური საზრიანობის გასაღები, განეწყვეთ მუშაობისთვის, შეინარჩუნეთ ტემპი, იარეთ დინების საწინააღმდეგოდ, იაზროვნეთ პოზიტიურად და სხვა მისთანანი. გამორჩეულად საინტერესოა კარგი, ცუდი და ბოროტი ტალღა, სადაც ავტორი გვაფრთხილებს. აბსოლუტური გარანტიები არ არსებობს, ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე. სიფხიზლი არ უნდა მოადუნოთ. ყურადღება პოზიტიურ მხარეებზე გაამახვილეთ, ოღონდ ნურც მეკობრეების არსებობას დაივიწყებთ. ასევე უმნიშვნელოვანესია შეგონება. თუ საკუთარი თევის რეპუტაციის შექმნისას მხოლოდ 3 სიტყვას უნდა დავეყრნო, ეს 3 სიტყვა იქნება: პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და საიმედოობა. შეიქმნით სანიმუშო სახელი ინტელექტზე, პასუხისმგებლობასა და შედეგიანობაზე დამყარებით. ასე იქცევიან საუკეთესონი. African American communities have suffered under democratic control. To those I say the following: what do you have to lose? The people, my people are so smart. And you know what else they say about my people? The polls.
They say, I have the most loyal people. Did you ever see that? Where I could stand in the middle of Fifth Avenue and shoot somebody and I wouldn't lose any voters, okay? It's like incredible. Because he'd rather have a puppet as president of the United States. No puppet. And it's clear you won't admit that the Russians... We're going to build the wall. Mexico's going to pay for the wall. We're going to stop drugs from coming in. To all Republicans and Democrats and independents across this nation, I say it is time for us to come together as one united people. It's time. I, Donald John Trump, do solemnly swear that I will faithfully execute the office of President of the United States. See, the bottom line is, I know you like me, and this room is a love fest, I know that. But you have no choice but to vote for me, because your 401ks, down the tubes, everything's going to be down the tubes. So whether you love me or hate me, you got to vote for me. I am announcing today that the United States will withdraw from the Iran nuclear deal. The United States will withdraw from the Paris Climate Accord. Swami Vivekananda, Sachin Tendulkar to Virat Kohli. My leadership, America's policy is unambiguous to terrorists who harm or intend to harm any American. We will find you. We will eliminate you. The special counsel confirmed that the Russian government sponsored efforts to illegally interfere with the 2016 presidential election, but did not find that the Trump campaign or other Americans colluded in those efforts. No collusion. No collusion. There's been absolutely no collusion. So help me God. So help me God. Congratulations. The committee will be the truth, the whole truth, and nothing but the truth. So help you God. I do. Yeah. I am the chosen one. Somebody had to do it. But this is what the end result is. North Korea best not make any more threats to the United States. They will be met with fire and fury like the world has never seen. Rocket Man is on a suicide mission for himself and for his regime. When I did it, and I was really being tough, and so was he, and we would go back and forth, and then we fell in love, okay? No, really. He wrote me beautiful letters, and they're great letters. We fell in love. Today we officially open the United States Embassy in Jerusalem. For our country and for our children, the best is yet to come. Thank you and farewell. ერთ-ერთ თავს წიგნში პითაგორას სიტყვები უძღვის ეპიგრაფად. ყოველი მთავრობა იწყება ახალგაზრდობის განათლებით. აქ დონალდ ტრამპი განათლების უდიდეს მნიშვნელობაზე მსჯელობს. ცოდნა არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, როგორც დღეს. მინდა სოკრატეს ცნობილი გამონათქვამი შეგახსენოთ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო.
თამამი და გაბედული ნათქვამია ღირსეული მეცნიერისა და ფილოსოფოსის. თუმცა ეს სიტყვები გამუდმებით ახალი ცოდნისაკენ უბიძგებდა მას. ახალგაზრდებო, ყოველ დღე დაიწყეთ ახალი ფურცლიდან, გაიხსენით გონება და შანსი მიეცით ახალ წამოწყებებს. მეცნიერება არასოდეს მიიჩნიოთ მოსაწყენად, სწავლა კი ძიმე ტვირთად. რასაკვირველია, გარკვეული ძალისხმევა და ნებისყოფის გამოჩენა დაგჭირდებათ, მაგრამ ამასთანავე ნამდვილი თავგადასავლების შუაგულში აღმოჩნდებით. ბიზნესი იმ აზრით, რომ დამეწყო თითქოს ყველაფერი ვიცოდი, ნაბიჯის გადადგმასაც ვერ მოვასწრებდი, ისე ჩავიძირებოდიო. წერს დონალდ ტრამპი. გახსოვდეთ ჩემი წიგნის იფიქრე ჩემპიონივით პირველი სიტყვა იფიქრე. ფიქრი პირველი ნაბიჯია, პერსპექტივაში კი დიდ სიურპრიზებს მიიღებთ. რა გასაკვირია, რომ ამერიკის 47-მდე პრეზიდენტმა მოღვაწეობა სწორედ განათლების სისტემაზე ზრუნვით დაიწყო. მისი მრწამსი ხომ ცალსახადაა გამოხატული პითაგორას სიტყვებით: ყოველი მთავრობა იწყებს ახალგაზრდობის განათლებით. როცა ფასეულობების ინტერესთა თანხვედრაზე ვფიქრობ, უნებურად ამოტივტივდება ილია მართალის სიტყვები: ღმერთო, ეს ხმატკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, თუ გამარჯვება გვინდა, აუცილებლად უნდა ვიყოთ აუტენტურნი. სხვაგვარად, ჩვენი დიდი წინაპრებივით ადეკვატურად, ლოგიკურად, რეალობის შესაბამისად მოფიქრალ მოაზროვნენი. ამერიკის 47 პრეზიდენტის მორიგი შეგონება. თქვენს მცდელობას გამომგონებლობაში მნიშვნელოვანწილად შეამსუბუქებს რწმენა, რომ ცხოვრებაში არსებობს სასწაული და რომ ხელგაშლილად უნდა შევეგებოთ მას. თუმცა არც მხოლოდ მისტიკის იმედად დარჩენას გირჩევდით. წარმატებული ცხოვრება საღაზრსა და დაუღალავ შრომას მოითხოვს. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ტვინი რაც შეიძლება კარგად მუშაობდეს. გამოიყენეთ ორივე ნახევარსფერო. შესაძლოა ეს მიპატიჟებად გექცეთ წარმატებათა სამყაროში, რასაც გულითა და სულით გისურვებთ, ჩემო ძვირფასო, ერთგულო მაყურებელო. შეგონებად ორიო დღეში კი მსოფლიო პოლიტიკაზე ახლებური გავლენებისა და ზეგავლენების წლები იწყება. უახლესი მოვლენები გამოაჩენს, რას მოუტანს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი ჩვენს ქვეყანას, რაგვარი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს. ოპტიმიზმის საფუძველი უთუოდ არსებობს. ნახოთ, როგორც თავად ბრძანებს, ვიფიქროთ პოზიტიურად, მაგრამ რეალობის შეგრძნებაც არ უნდა დავკარგოთ. Tuesday, you have to stand up and you have to tell Kamala Harris that you've done a terrible job, that crooked Joe Biden has done a terrible job. You've destroyed our country. We're not going to take it anymore. Kamala, you're fired. Get out. Get out. You're fired. That every time she does an interview, I think Donald Trump picks up about 100,000 votes. Now, the other day, CNN asked if she had made any mistakes as vice president. Now, here's what she actually said, and I am quoting word for word. She said, in my role as vice president, I mean, I've probably worked very hard at making sure that I am well versed on issues, and I think that is very important. When did you think you'd be able to get RFK Jr., Tulsi Gabbard, Elon Musk, people from all different walks of life, incredible skill sets, whether it be health, whether it be technology, everything. You have them on one unified ticket. Think about that. Compare that to Kamala Harris and Tampon Tim. It ain't the same, folks. Timmy ain't fixing anything, and neither is Kamala. We're gonna get the government off your back and out of your pocketbook.
And America's just not just going to be great. America is going to reach heights that it has never seen before. The future is going to be amazing. It is absolutely wild times. It really, really is. And, you know, there's a lot going on. Like, I don't know if you guys know this, but there's literally a floating island of garbage in the middle of the ocean right now. Yeah. I think it's called Puerto Rico. Okay. All right. Okay. Let us charge together with a shared vision that builds on American greatness. Let's seize this moment and create a country for tomorrow, the future that we deserve. And now, please welcome our next Commander-in-Chief, my husband, President Donald J. Trump. And I'd like to begin by asking a very simple question. Are you better off now than you were 4 years ago? I'm here today with a message of hope for all Americans. With your vote in this election, I will end inflation. I will stop the invasion of criminals coming into our country. And I will bring back the American dream. We need the American dream to come back home. Our country will be bigger, better, bolder, richer, safer, and stronger than ever before. This election is a choice between whether we will have 4 more years of gross incompetence and failure, or whether we will begin the 4 greatest years in the history of our country. If Kamala Harris gets 4 more years, our economy can never recover. If I win, we will quickly build the greatest economy in the history of the world. Which is what we had in our last term. We will rapidly defeat inflation, and we will very simply make America affordable again. We're going to make it affordable. I will massively cut taxes for workers and small businesses, and we will have no tax on tips, no tax on overtime, and no tax on Social Security benefits for our seniors. And I'm announcing a new policy today that I will support a tax credit for family caregivers who take care of a parent or a loved one. It's about time that they were recognized, right? They add so much to our country and are never spoken of, ever, 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 but they're going to be spoken of now. Thank you all very much. I'll also make interest on car loans fully tax deductible, but only for cars made in America. 9 days from now will be Liberation Day in America. It's going to be Liberation Day. On day 1, I will launch the largest deportation program in American history to get the criminals out. I will rescue every city and town that has been invaded and conquered, and we will put these vicious and bloodthirsty criminals in jail. We're going to kick them the hell out of our country as fast as possible. Isn't it nice to have somebody that's your president that doesn't need a teleprompter? We haven't been on teleprompter for a long time.
I haven't been on this teleprompter. No, it is nice. You saw the other day where Kamala got a little stuck on the teleprompter, went a little bad, it stopped on her. You have to be, if you're a politician, you have to be able to handle that. Remember? You have to do the weave, he says. You got to do more than the weave. But we're just not running against Kamala. I think a lot of our politicians here tonight know this. She means nothing. She's purely a vessel. That's all she is. When you see her up there talking about the grass on my front lawn, I grew up in a middle-class neighborhood and I had grass on my front lawn. Yeah, but we're asking, what would you do to fix the country? And why didn't you do it yet? Almost 4 years. Why didn't you do this stuff? Now she's, she's becoming more MAGA than those politicians I just told you about from the different states. She can't put two sentences together. She's just like, she's really just like, in many ways, crooked Joe Biden. And she never said to us, she never told us that Joe was not functioning properly. She should have. Because, we're talking about the life of the most important country in the world. We have great generals. We have the greatest military in the world. Just a lot of people don't know that if we end up in a war with China, we cannot win. We're not strong enough. So I said to myself, it's not true. We would kick their ass. It's not true. ნოდარ დუმბაძის ლამაზი არაკივით თქმული ბრძნული ოპტიმიზმით დავასრულებ ჩემს გადაცემას. საქართველო ძალიან ლამაზ ჯიშიან ბედაურს გავს. ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩიდ ადგილასაა დავმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინითა და ვაშას ძაღლით გააჭენ გავუაჭენოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი. ყველა ნაძირალას არიჯენს ზურგზე, მხოლოდ ღირსეულებს თუ შეისვამს და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი, ბრძანებს კლასიკოსი. მომავალ ხუთშაბათამდე ძვირფასო თანამემამულენო.